ჩვენთან არის ღმერთი. დღეს არის დღე ნათლისღების დღესასწაულის წარგზავნისა. ანუ თქვენ იცით, რომ დღესასწაული, როდესაც აღესრულება საუფლო, წინა მოსამზადებელი პერიოდი აქვს და შემდგომ სადღაც ერთი კვირის განმავლობაში დღესასწაულება იგი. აი სწორედ დღეს არის წარგზავნა, ანუ განტევება, დასრულება ნათლისღების დღეებისა. და შესაბამისად იკითხებოდა ნათლისღებასთან დაკავშირებული სახარებაც და სამოციქულოც. მაგრამ ჩვენ უნდა შევეხოთ დღეს ერთ-ერთ გამონათქვამს, რომელიც დღევანდელ სახარებაში კი არა, სხვა სახარებაში გვხვდება ჩვენ. კერძოდ იოანეს სახარების მესამე თავი. როდესაც ღამე ფარულად მიდის მაცხოვართან ვინმე ნიკოდიმოსი, ფარისეველი, შემდგომში მისი მოწაფე ხდება ფარული. და ეს ნიკოდიმოსი მიდის ფარულად მაცხოვართან და გაიმართება მათ შორის საუბარი. და მაცხოვარი ეუბნება ესეთ რამეს. ვინც არ იშვება წყლისაგან და სულისაგან, ვერ შევა ღვთის სასუფეველში. აი ეს სიტყვები. რა თქმა უნდა, ეს სიტყვები თქვენ კარგად იცით, რომ მიემართება და უკავშირდება ნათლისღებას. ესე იგი, ვინც არ იშვება ემბაზისაგან, ვერ შევა ღვთის სასუფეველში. მაგრამ მარტო წყლით კი არა, სულითაც რო არ მოინათლები. ესე იგი, მარტო წყლით ნათლა კი არ არის საქმე. სულიწმინდის მიერი ნათლაც არის. და სულიწმინდის ნათლა ეს არის მირონცხება ადამიანზე, თქვენ იცით, მოგეხსენებათ. ანუ ნათლისღების და მირონცხების საიდუმლოზია საუბარი. მაგრამ აი კითხვა იბადება, მავანმა შეიძლება დასვას ასეთი კითხვა. რადგან მე რაში მჭირდება ღმერთი ან ღვთის დახმარება, რომ მეშველოს ზოგადად. მე ხო ძალიან ძლიერი ვარ სულიერათაც, შეიძლება ფიზიკურათაც ძალიან ძლიერი იყოს ადამიანი. თვით დარწმუნებული იყოს ძალიან და შინაგანი ძალაა ესეც. რაში მჭირდება მე ცხონებისათვის ღვთის დახმარება? გადარჩენისათვის რაში მჭირდება ღმერთი? ღვთის მადლი რა თმინდა? ანუ ის სულით ნათლობა, რასაც მაცხოვარი ამბობს. რაში მჭირდება მე? და თურმე ქრისტიანობაში, მართლმადიდებლობაში არის სწავლება ესეთი, რომ აუცილებელია შენი ძალის ხმება, შენი მოქმედებები აუცილებელია, ერთგვარი დათანხმება ღმერთის ნებისადმი, მაგრამ დანარჩენი შედეგი შენი ცხოვრებისა, ცხონება, რასაც ეწოდება გადარჩენა, სულიერი გაგებით. ღვთის სასუფეველში მოხვედრა. ეს შენი დამსახურება კი არ არის. ეს არის ღვთის ნიჭი. სულიწმინდით ნათლობა, სხვაგვარად რომ ვთქვათ. ესე იგი, ღმერთის დახმარება გჭირდება შენ აუცილებლად. სხვაგვარად ვერ გადარჩები. ასეთი აზრები არასწორი იყო გავრცელებული ჩვენამდე. მაგალითად, მეხუთე საუკუნეში იყო ესეთი საინტერესო კაცი, სახელად ერქვა პელაგი. პელაგიანელობა წამოვიდა შემდგომში. ერესი დაგმობილი კრებებზე. ძალიან საინტერესო მოაზროვნე კაცი იყო. ბრიტანელი იყო წარმოშობით მეხუთე საუკუნეში. და ამბობს ესეთ რამეს, ძალიან ისეთი წმინდა კაცი, სუფთა კაცი, ბერი, მონაზონი კაცია. თქვენ იცით, რომ მეოთხე საუკუნიდან და მეხუთე საუკუნეში გრძელდებოდა იმპერიამ გამოაცხადა იმ პერიოდში რომის იმპერიამ, ანუ ბიზანტიამ გამოაცხადა სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა.
ეს კონსტანტინე დიდს უკავშირდება და შემდგომ იმპერატორებს. ანუ იმპერია ხდება ქრისტიანული, მაგრამ ხარისხი ქრისტიანებისა ნელდება. თუ 3 საუკუნის განმავლობაში რომის იმპერიაში იდევნებოდნენ ისინი და ყველა მზად იყო სიკვდილისათვის, ეხლა მე-4 საუკუნიდან მოყოლებული მე-5 საუკუნეში და სხვა ნელდება აი ეს შინაგანი სიმძაფრე, ის გულმხურვალება ქრისტიანებისა და ზნეობაც დაბლა იწევს. ანუ როგორ ცხოვრობენ ქრისტიანები, როგორ წარმართები. აი მაგალითად, წირვაზე შეიძლება მისულიყვნენ დილით და მის მერე შეიძლება წასულიყვნენ კოლიზეუმში გლადიატორთა ომების საყურებელად. ხალხს ხოცავენ და ესენი ამბობენ, რა კარგი ამბავია ეს. შეუსაბამოა ეს ყოველივე. როგორ შეიძლება ესეთი რამე კეთდებოდეს? იმპერია ქრისტიანული და გლადიატორთა ომებია კიდევ და ბრძოლები. ხო და ამ პელაგიმ მე-5 საუკუნეში თქვა ასეთი რამ. კაცო, თქვენ რატო იქცევით არაქრისტიანულად? ქრისტიანი ხალხი ცხოვრობთ აბსოლუტურად განსხვავებული ცნებებით, რაც ქრისტიანობაში არის აბსოლუტურად განსხვავებული. ორი სტანდარტი, ორი ცხოვრება. ეკლესიური ქრისტიანად წოდებისა, როგორც დღეს ჩვენ ესე ვცხოვრობთ, ხო? და მეორე მხრივ წარმართული ცხოვრება. ორმაგი სტანდარტი. რატო ცხოვრობთ ესე თქვენ? პელაგი ამბობს. ეს სუფთა კაცია. ეს არ არის ფარისევერი კაცი. თვითონ ძალიან სუფთა ცხოვრობს, მონაზვნურად ცხოვრობს. და სხვებსაც ეკითხება და ეს ქრისტიანები პასუხად აძლევდნენ ასეთ რამეს. რომ ჩვენ იმიტომ ვიქცევით ასეთ ცუდად, ჩვენი ბრალი არ არის ეს. ეს არის ბრალი იმისა, რომ ჩვენი ბუნება დაცემულია. ესე იგი, პირველქმნილი ცოდვის შედეგად ჩვენ ბუნება, რადგანაც დამახინჯებული გვაქვს, ცოდვის მიერია ჩვენი ბუნება, მე არ შემიძლია კეთილი ვაკეთო. ბუნებრივია ჩემთვის ეს ცუდის კეთება. დამას გაუკვირდა კაცო. რას ქვია, შენი ბრალი არ არის პირველქმნილი ცოდვის შედეგია. ეს რა ქრისტიანობა ამბობს? აი, აქამდე სწორად მიდიოდა. მაგრამ ამის მერე რაც იწყება პელაგიანელობა, ეს უკვე არასწორია. და რა თეზამდე მივიდა ეს? რომ პირველმა ცოდვამ, პირველქმნილმა ცოდვამ საერთოდ არ დააზიანა ადამიანური ბუნება. ეს უკვე შეცდომაა. დააზიანა ადამიანური ბუნება. ეს სხვა საკითხია, ცალკე განსახილველია. მაგრამ უბრალოდ ვიცოდეთ, რომ ბუნება ჩვენი დააზიანა. ჩვენ მოკვდავები გავხდით, უკვდავები ვიყავით და მოკვდავები გავხდით. და ამ პელაგმა თქვა, რომ არანაირად არ დაუზიანებია ცოდვის მიერად, ან ცოდვისაკენ მიმართულება არ მოგცა პირველმა ცოდვამ. არადა ყველაფერი მოგცა ჩვენ კი. მაგრამ იმათი პასუხი იმ ქრისტიანებისა სწორი არ იყო. სხვა მიმართულები წაიყვანეს ამა თავიანთი აზრი. მაგრამ პელაგმა თქვა ესეთი რამ. რადგანაც პირველმა ცოდვამ არ დააზიანა ჩემში არაფერი, მაშინ ცხონებისთვის მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ძალებია საკმარისი და ღმერთი არ ამჭირდება როგორც მაცხოვარი, როგორც მაცხოვნებელი მადლმოსილების მქონე და მომნიჭებელი ჩემდამი. ესე იგი, მე ვიმოღვაწებებ, ვიცხოვრებ წმინდად და შედეგად მე მექნება ღვთისასუფეველი. ღმერთი არ არის საჭირო. ღვთისმადლი, ანუ მონათლულობა სული წმინდით, რაც მაცხოვარმა თქვა ნიკოდიმოსთან მიმართებაში, ეს არ არის საჭირო ჩემთვის. მე ძალმით, ჩემი ნებით, ჩემი ნებისყოფით, ჩემი ძალებით მოღვაწეობის შედეგად ცხონების მიღება. აი ეს იყო შეცდომა.
და ამ პერიოდში მოღვაწეობს ისეთი დიდი ეკლესიის მოძღვარი, რომელსაც ეწოდება ნეტარი ავგუსტინე. ცნობილია მისი პოლემიკა პელაგიანელობასთან და პელაგთან უშუალოდ. ავგუსტინე მოისმინა ამ დიდი მოღვაწის შეიძლება ვთქვათ აზრები და ეუბნება, სწორი არა ხარ შენ. და რატო ეუბნება ავგუსტინე, რომ მართალი არ არის? იმიტომ რომ თავის თავზე იცის ავგუსტინემ, რომ ღმერთი რომ არა მშველელი მისი, საკუთარ თავს ის ვერ უშველი და ვერ ასოდეს. საიდან ვიგებთ, რომ ვერ უშველი და ავგუსტინე საკუთარ თავს? დღეს დიდი წმინდანია მეხუთე საუკუნის პირველი ნახევრისა. საიდან ვიგებთ, რომ ვერ უშველი და საკუთარ თავს ავგუსტინე? ნეტარ ავგუსტინეს თუ გაინტერესებთ მისი ცხოვრება, მისი ბიოგრაფია, პირუთუნელად, აბსოლუტურად დაცლილია ფარისეულობას ეს ადამიანი. პირუთუნელად აღწერს თავის ცხოვრებას, ეს არის წიგნი დაწერილი მისგან, უკვე ბოლოს მისი მოღვაწეობისა, უკვე ეპისკოპოსია მართლმადიდებელი. ეწოდება აღსარებანი. ბაჩანა ბრეგვაძემ თარგმნა ქართულად. ეს წიგნი შეგიძლიათ ნახოთ. პატარა მოცულობის წიგნი არის, დაახლოებით 300 გვერდამდეა. იქ აღსარებანში, ამ წიგნში აღწერს ბავშვობიდანვე როგორც ცხოვრობდა იგი, ახალგაზრდობაში რა დღეში იყო. მე ამას ვერ მოგიყვებით, იმიტომ რომ ეს არის ძალიან უხერხული ლაპარაკი. ახლა ლექციები და მამაკაცები რო იყვნენ, მხოლოდ მაშინ შეიძლება ამაზე ისაუბრო. მაგრამ ესეც ზოგადად ვერ ილაპარაკებ საზოგადოებაში, იმიტომ რომ თავის გარყვნილებებს აღწერს ეს კაცი იქ. ისეთი უხერხულია, რომ მეტი არ შეიძლება. მაგრამ არ ფარავს. აფრიკელი იყო ესეთი და მოღვაწეობდა და ჯერ იყო მანიქეველი. რაღაცა ორ ღმერთობას აღიარებდა 9 წლის განმავლობაში. შემდგომ ხდება ნეოპლატონიკოსი. ესეც ძალიან ძლიერი მიმართულება იყო ფილოსოფიაში. ძალიან ძლიერი, დაახლოებული ქრისტიანობასთან. და შემდგომ ხდება ქრისტიანი, ავგუსტინე. და კითხვა სვამს საკუთარი თავის წინაშე, რომ მე ესეთი უგარყვნილესი რო ვიყავი ჩემი მთელი ნახევარი ცხოვრების განმავლობაში. მე თან ინტელექტუალი იყო. ეს ბრიყვი კი არ იყო ამავე დროს. ტვინცარიელი კაცი კი არ იყო. უდიდესი ინტელექტუალი იყო. იმდენად დიდი ინტელექტუალი, რომ მიუხედავად მისი გარყვნილებისა, მანიქეველობაში როცა იყო, იქ მამამთავრებიც კი ვერ პასუხობდნენ მის კითხვებს. იმდენად განვითარებული იყო, ეძებდა სულ. და ესეთ რამეს ამბობს, რომ მე ესეთი დამახინჯებული ხასიათის მქონე, ძალიან ფეთქებადი იყო ეს კაცი. ჩანს მის თხრობებშიც ჩანს ეს. მე როგორ ვუშვერიდი საკუთარ თავს, თუ არა ღმერთის მადლი ჩემზე. ეკითხება პელაგს. შენ რო ლაპარაკობ, რომ ღმერთი არ არის საჭირო, თითქოს ღმერთი არ გშველის ჩვენ, არ შეგვეწევა. მე ჩემი ცხოვრებით გეუბნები, რომ მე შემეწია ღმერთი. ავგუსტინე ამბობს ამას. მე ამომათრია ამ უყიდან, ამ სიბინძურიდან ამომათრია ღმერთმა, პირდაპირ ამ გაგებით. და შესაბამისად, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მხოლოდ ჩვენი ძალებით კი არ ვაკეთებთ და კი არ ვახსევთ ამას. არამედ აუცილებელია ღმერთის დახმარება. მოსმენა მისი ნებით სიარულია მნიშვნელოვანი. თუ ღვთის ნება და მადლი არა, ადამიანი რჩება წუთისოფელთან მარტო. ადრეც გვითქვამს და ეხლაც გავიმეორებ. დეპრესიები, როდესაც ემართებათ ადამიანებს, უფრო ქალებს ჩვევიათ ეს. იმიტომ ემართებათ,
რომ ყველაფერი საკუთარ თავს გონია ამ დედაკაცს, რომ საკუთარ თავს შეუძლია გააკეთოს ყველაფერი. შვილისადმი, ქმრისადმი, სამსახურისადმი, მხოლოდ მე ვარ მთავარი. და მე არ გამოსდის, უმეტეს შემთხვევაში არ გამოდის ეს. კი ფიქრობ შენ ესე გინდა, სურვილი გაქვს, შეიძლება ძალებიც გაქვს, მაგრამ უმეტესად არ გამოდის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჩვენზე დამოკიდებული არ არის. უმეტესი რამეა ჩვენზე არ არის დამოკიდებული. და ღმერთს აღარ უშვებს თავის ცხოვრებაში. სად არის ღვთის ნება, სად არის ღვთის მადლი? მე ვარ მხოლოდ გადამრჩენელი ჩემი ოჯახისა, ჩემი ქვეყნისა, ამბობს ადამიანი. და რო არ გამოსდის შემდგომ, როგორც ფიქრობდა, როგორი სურვილიც ჰქონდა, მე დეპრესიაში ვარდება. როგორ მე რას ქვია არ შემიძლია? მე ხო ვიცი რომ ნიჭიერი ვარ და როგორი ძალები მაქვს. რას ქვია მე არ შემიძლია? და ვარდება სასო წარკვეთილებაში ხშირად. ან ქრისტიანი ადამიანი როგორ იტყვის? იტყვის რომ მე მინდა, კი, კარგი საქმე მინდა გავაკეთო. მაგრამ როგორ გამომივა ეს ღმერთმა უწყის. ეს არის ქრისტიანული მიდგომა საკითხისადმი. რა საკითხიც არ უნდა იყოს. მაგრამ ჩვენ ღმერთი არ გვჭირდება ხშირად. როგორც პელაგს აღარ დაჭირდა ღმერთი. ეს ანათემირებული სწავლებაა, პელაგიანელობა. ეხლა შემდგომში მე ავგუსტინემაც გადააჭარბა თავის თეოლოგიას, ეს სხვა სასაუბრო თემაა. აიკვიატეს მე კალვინისტებმა მისი სწავლება პრე-დისტანციო შესახებ და მთელი ამბები ააგეს ამაზე. მაგრამ რაც მთავარია ავგუსტინემ რა დაასაბუთა ჩვენს წინაშე, რომ ღმერთი გვშველის ჩვენ. ღმერთს უნდა დაუგდოთ ყური, ღმერთი უნდა შემოვიდეს თავისი ნებით ჩვენ ცხოვრებაში. ყველაფრის გაკეთება ჩვენ არ შეგვიძლია, ჩვენ უნდა ვაკეთოთ, ჩვენ კი უნდა ვისხდეთ, უნდა ვაკეთოთ, მაგრამ როგორც ღმერთს ნებავს, ისე გამოვა. არ გამოვა, ისე არ არის საჭირო. ეს არის ღმერთის შემოყვანა საკუთარ ცხოვრებაში. მაგრამ როცა არ უყურებს ესე ადამიანი და თვით დარწმუნებით ამბობს, რომ ყველაფერი გავაკეთო უნდა, ვერაფერს ვერ გააკეთებ. უფრო მეტად ფსიქოლოგი დაგჭირდება ხვალდაზექ. არაფრის გამკეთებელი ხალხი უმეტეს შემთხვევაში ჩვენ არა ვართ. თუ ღმერთი არ შემოდის ჩვენში. გეგმები, ცხოვრებისეული საქმეები ძალიან კარგი, ყველას აგვაქვს, მეც და ეს აუცილებელია. მაგრამ შედეგი საჭირო არის ესე? თუ არ არის? მე ვაკეთებ მაქსიმალურად, მაგრამ შედეგი ღმერთისგან. ჩვენ რო ვიწყებდით აგერ გვერდზე შენობას რო ვაშენებთ, სადღაც მესამე წელია. მან იყო ტყე 3 წლის წინ. და იყო ღობე. დღეს უკვე გადაფარებულია შენობა. და რო ვიწყებდით, ჩვენი ერთად ყოფნით, მე არ მეგონა, რომ იქ რაღაცა შენობა იქნებოდა ოდესღაც. და ვერც ერთი ჩვენგანი ვერ იტყვის, რომ ჩემი ძალებით გაკეთდა ეს. ეს პრიმიტიული მაგალითი მინდა მოვიყვანო. ღმერთს მივანდეთ, აი თელმა მრევლმა გახსოვთ თქვენ. მივანდეთ და მივიყვანით უკვე თითქმის ბოლომდე. ბევრია გასაკეთებელი კი, მაგრამ ბევრია გაკეთებული ძალიან. რატო ღმერთს მივანდეთ? მარტო ჩვენ კი არა, მაგრები რო ვართ. არა. გამოჩნდა ყველაფერი და გამოჩნდება კიდე ყველაფერი. არ უნდა იმძლავრო. ცუდად გახდები, შენ ღმერთი არ ახარ. ამას გეუბნება უფალი. მადლი შემოუშვი, ღვთისნება შემოუშვი შენში. თუ არა, შენ თვითონვე დაზიანდები. და სანამ დაზიანებულ ხარ, ფსიქიურად, მანამდე ჭკუას მოეგე. თუ
თორე იქნება დაზიანება. დაგლოცოთ ღმერთმა და მივანდოთ ჩვენი ცხოვრება ღმერთს, ჩვენ ვაკეთოთ ჩვენი, მაგრამ ღმერთს მივანდოთ ჩვენი ცხოვრება. დაგლოცოთ ღმერთმა და ჯვარი გეძებოთ. იცოცხლეთ.